დილა მშვიდობისა ყველას და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლატფორმაზე, სადაც გაშუქებულია ადამიანისა და პლანეტის ჯანმრთელობის ყველაზე აქტუალური საკითხები. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უხმო, მაგრამ ყველგან არსებულ საფრთხეზე. უხილავ საფრთხეზე, რომელიც უკვე გახდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მიკრო და ნანოპლასტმასზე. და საქმე ეხება არა მხოლოდ გარემოს დაბინძურებას. როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩვენ შევეჯახეთ ნამდვილ გლობალურ საგანგებო სიტუაციას ჯანდაცვის სფეროში, რაც ჩვენი მომავლის არსს ეხება, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ახალი თაობების განვითარებასა და იმ ბიოლოგიური მექანიზმების მთლიანობას, რომლებიც, როგორც გვეგონა, გვიცავდნენ. წყალი, რომელსაც ვსვამთ, საკვები, რომელსაც ვჭამთ, ჰაერიც კი, რომლითაც ვსუნთქავთ, ეს ყველაფერი ახლა შეიცავს პლასტმასის ფრაგმენტებს, მაგრამ ახლახან გაკეთებული აღმოჩენა სამეცნიერო კვლევებში გარდამტეხ წერტილად იქცა. ისტორიაში პირველად მიკრო და ნანოპლასტმასი აღმოჩენილი იქნა პლაცენტასა და დედის რძეში. ამ აღმოჩენამ, რა თქმა უნდა, შეძრა სამეცნიერო საზოგადოება და საზოგადოებრიობა, რადგან ეჭვქვეშ აყენებს ფუნდამენტურ რწმენას იმ ბიოლოგიური ბარიერების ეფექტიანობაზე, რომლებიც გუშინდელ დღემდე ხელუხლებლად მიგვაჩნდა. დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, შევისწავლოთ ეს თემები ჩვენს მიერ განხილული აღმოჩენის ერთ-ერთ მთავარ მონაწილესთან ერთად, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში თანამედროვე სამედიცინო კვლევის გარდამტეხ მომენტად იქცა. პროფესორი ანტონიო რაგუზა, ქირურგი, მეანგინეკოლოგი, ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტანტი და წიგნის დაბადებულნი პლასტმასის პერანგში. ნატი კონლა კამიჩა, დი პლასტიკა, ავტორი. პროფესორო რაგუზა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და გმადლობთ, რომ შემოგვიერთდით. გმადლობთ მოწვევისთვის, რომელიც დიდი სიამოვნებით მივიღე. როდესაც ამ კვლევებს ვატარებდი, ტიბერინის კუნძულზე მდებარე საავადმყოფოში მეანობა გინეკოლოგიის განყოფილების გამგედ მუშაობდი. ახლა ემილიაში, ქალაქ სასუოლოს საავადმყოფოს მეანობა გინეკოლოგიის განყოფილების გამგე ვარ. როგორ გაგიჩნდათ ამ კვლევის ჩატარების იდეა და რა მგიბიძგათ ამისკენ? იტალიაში, სარდინიაზე, ერთ საოცარ ადგილას ვიმყოფებოდი. ადგილზე, რომელსაც პისჩინასი ჰქვია, სულჩისში, სარდინიის სამხრეთ-დასავლეთით, სადაც ძველი მაღაროელთა რაიონებია. მაგრამ ეს ადგილი, ასე ვთქვათ, ძალიან დაშორებული, ძალიან სასიამოვნოა, სადაც 6-7 კილომეტრის რადიუსში არაფერია. სეირნობისას გარკვეულ მომენტში დავინახე, როგორ კაშკაშებდა რაღაც პლიაჟზე, ძალიან ფერადი, ძალიან კაშკაშა და ცოლს ვკითხე, ეს რა არის? მან ოდნავ გაოცებულმა შემომხედა და მთხრა, ეს პლასტმასია. მე ვუთხარი, მოიცა პლასტმასი. როგორ შეიძლება პლასტმასი აქ აღმოჩნდეს, როცა ირგვლივ 7-8 კილომეტრზე არაფერია? მან კიდევ უფრო დიდი გაოგნებით შემომხედა, ისეთი მზერით, რომელშიც სრული გაუგებრობა იკითხებოდა და მთხრა, ზღვიდანაა. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემს თავში პროცესი, რომლის დროსაც დავფიქრდი, თუ პლასტმასს შეუძლია ზღვის კოლონიზება და ასეთ ულამაზეს ადგილებში მოხვედრა, მას ასევე შეუძლია მოხვდეს დედის მუცელშიც, ანუ ჩვილების ორგანიზმშიც. ბუნებრივია, ამის შემდეგ დავიწყე ამ ვარაუდის განვითარება. მე გინეკოლოგი ვარ, ანუ ის, ვინც ბავშვებს ამ ქვეყნად მოვლენაში ეხმარება. ამიტომ, პლასტმასის შესახებ ზუსტად იმდენი ვიცოდი, რამდენიც ყველა მიცის გარკვეულ მომენტამდე. მაგრამ დავიწყე კითხვა, შესწავლა და დავუკავშირდი რამდენიმე მეცნიერს, რომლებიც თავიანთ სამუშაოში მიკროსკოპებს იყენებდნენ. კერძოდ ერთ ძალიან ნიჭიერ ქალბატონ პროფესორს, რომელიც იტალიის მეორე ბოლოში, მარკეს რეგიონში მუშაობდა. ის რამანის მიკროსკოპს იყენებდა. ეს არის ისეთი მიკროსკოპი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ქსოვილების დათვალიერება და იმის დადგენა, არის თუ არა მათში პლასტმასის ნაწილაკები. ახლა ჩვენ ამას სიმარტივისთვის პლასტმას ვუწოდებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, თვითონ ცნება პლასტმასი უკიდურესად მრავალმნიშვნელოვანია. არსებობს ათობით და ათობით სახეობის პლასტმასი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უმცირესი ნატეხები, პოლიმერები, ანუ გარკვეული მასალების უსასრულოდ განმეორებადი პატარა ფრაგმენტები, რომლებსაც მუდმივად ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ გავუგზავნეთ პლაცენტის ნიმუშები პროფესორს და მან შესანიშნავი სამუშაო შეასრულა, შეძლო პირველად აღმოეჩინა და განესაზღვრა მათში პლასტმასის ნაწილაკები. მხედველობაში მაქვს მიკროპლასტმასი, ანუ ძალიან ცვლილი ნაწილაკები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, თმაზე ბევრად ხელია, ძალიან ნაზია და ასევე მათი ტიპიზაცია, რადგან რამანის მიკროსკოპიას შეუძლია ტიპიზირება, ანუ იმის გაგება, თუ პლასტმასის რომელ ტიპზეა საუბარი. ხომ არსებობს შეზღუდვები, რადგან პლასტმასი არასდროს არის სუფთა, ის დაფარულია ნივთიერებებით, რომლებიც იმისთვის გამოიყენება, რომ გახადონ იგი უფრო მყარი, ან უფრო რბილი, ან რომ არ აალდეს, ან შეფერილობისთვის. მოკლედ იმისთვის, რომ გახადონ იგი უფრო გამოსადეგი იმ მიზნებისთვის, რისთვისაც მისი გამოყენება სურთ.
ხოლო პლასტმასის გამოყენების გზები, ვფიქრობ, უსასრულოდ ბევრია. ეს არის მსოფლიოში მეორე ყველაზე გავრცელებული მასალა ცემენტის შემდეგ, ასე რომ ის უკიდურესად ფართოდაა გავრცელებული. ჩვენ ისიქ აღმოვაჩინეთ და როგორც ახსენეთ, 2021 წელს გამოქვეყნებულმა სტატიამ პატარა სკანდალი გამოიწვია, რადგან ბუნებრივია, თვითონ აზრი პლაცენტაში და შესაბამისად, ჩვენ შვილებში პლასტმასის არსებობის შესახებ იყო რაღაც ისეთი, რაც ასე ვთქვათ, შოკში აგდებდა ხალხს, რადგან პლასტმასი, რომელსაც ზღვებში პოულობთ, ზუსტად ისეთივე პლასტმასია, რომელსაც ბავშვებში პოულობთ. ამრიგად ეს დახურული ციკლია. ბარემ ვთქვათ, რომ მილიონობით და მილიონობით ტონა პლასტმასიდან, რომელსაც ვაწარმოებთ, გადამუშავებას გადის 10%-ზე ნაკლები, 90%-ზე მეტი კი გარემოში იყრება. გარემოში გადაყრა ნიშნავს, რომ პლასტმასი ნელ-ნელა იშლება სულ უფრო მცირე ნაწილაკებად, რომლებიც შემდეგ გარდაიქმნება უმცირეს მიკროპლასტმასად, ან კიდევ უფრო მცირე ნანოპლასტმასად. ეს ნაწილაკები ჩაედინება მდინარეებში, ხვდება ზღვებში და ავსებს ოკეანეს, ხვდება თევზებში, რომლებსაც შემდეგ ჩვენ ვჭამთ და ამგვარად უბრუნდება ჩვენს ორგანიზმს. შესაბამისად, პლასტმასი გადის ციკლს, რომელსაც მე დავარქმევდი არა დადებითს, არამედ დამღუპვას. და მაინც 90% გარემოში იყრება. იტალია არის ქვეყანა, განსაკუთრებით ვირტუოზულია, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში იმ გაგებით, რომ ის გადაამუშავებს პლასტმასის დაახლოებით 10%-ს. ამრიგად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი ქვეყანა მსოფლიოში. თუმცა ფაქტად რჩება, რომ 90%-ზე მეტი გარემოში იყრება. და როგორ ხდება ის ჩვენში? როგორ ხდება მიკრო და ნანოპლასტმასი ჩვენს ორგანიზმში? სამი გზით. უპირველეს ყოვლისა, საკვების საშუალებით. ჩვენ ვნახეთ პლასტმასით სავსე თევზები, ჩვენ მათ ვჭამთ და არა მხოლოდ მათ, რადგან რაოდენობრივი თვალსაზრისით ძირითადი გზა, რომლითაც პლასტმასი ჩვენს ორგანიზმში ხვდება, არის პლასტმასის ბოთლები. პლასტმასის ბოთლები, რომლებშიც წყალი ან გაზიანი სასმელებია, ეს სრული და ტრაგიკული აბსურდია, რადგან პლასტმასი თავისთავად, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის. ეს არის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია შესანიშნავი ნივთების შექმნა. გავიხსენოთ პროთეზები ან კაბელები, რომლებიც გვჭირდება იმისათვის, რომ სახლში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი გქონდეს. მოკლედ, ბევრი სასარგებლო რამ. და იქ ეს ნორმალურია, მაგრამ როდესაც მას ვიყენებთ ისეთი უგუნურებისთვის, როგორიცაა წყლის ბოთლები. მე არ მიყვარს მინერალური წყლის მწარმოებლები და არც მათ ვუყვარვარ. ან ავიღოთ გაზიანი სასმელები, ანუ ჩვენ მას, პლასტმასს ვიყენებთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გარემოში ვყრით და ეს არის იმ მასალის გამოყენების უგუნური გზა, რომელიც სხვა შემთხვევაში სასარგებლო იქნებოდა. ამრიგად, ჩვენ ვთქვით, რომ ერთ-ერთი გზა, რომლითაც პლასტმასი ადამიანის ორგანიზმში ხვდება, არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. მეორე გზა არის ყნოსვა, ცხვირის სუნთქვა, რადგან ატმოსფეროში პლასტმასის უზარმაზარი რაოდენობაა. მაგალითად, ავტომობილის მუხრუჭები და მუხრუჭებისას გარემოში გამოყოფს მიკროპლასტმასის ათასობით და ათასობით ნაწილაკს. ინტენსიური მოძრაობის გზასთან ან შუქნიშნებთან ახლოს ცხოვრებისას, ადამიანი დიდი რაოდენობით მიკრო და ნანოპლასტმასს შეისუნთქავს. ასე რომ, ჩვენ ვისაუბრეთ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და სუნთქვაზე, ხოლო მესამე გზა არის კანის საფარველი. ეგრეთ წოდებული სწრაფი მოდის fast fashion ტანსაცმლის მეშვეობით. სწრაფი მოდა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი უბედურებაა მსოფლიოში. შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ არსებობენ კომპანიები, ძირითადად ჩინური, თუმცა არა მხოლოდ ჩინელებს აქვთ ყველაზე მაღალი ბრუნვა. ისინი აწარმოებენ ტანსაცმელს ცნობილი დიზაინერების მიბაძვით და გვერდსუულიან წარმოების მთელ ჯაჭვს. ისინი აწარმოებენ სინთეტიკურ ტანსაცმელს, რომელიც იდეალურად ახდენს ბუნებრივი ბოჭკოების იმიტაციას, მაგრამ ძლებს არა უმეტეს ერთი სეზონისა, ძალიან ხშირად ერთ სეზონზე ნაკლებსაც კი, შემდეგ კი სანაგვეზე ხვდება. გარდა იმისა, რომ მას ტანზე ვიცვამთ. ამგვარად, კანის საშუალებით ჩვენ პლასტმასი შეგვაქვს ჩვენს ორგანიზმში. ხოლო როდესაც მას გარემოში ვყრით, ციკლი, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ, დამღუპველი ხდება. სულ არსებობს პლასტმასის შეღწევის სამი გზა, სუნთქვით, კანით და საკვებით. შემდეგ კი ის ხვდება სისხლის მიმოქცევაში. სულ ახლახან 15 წლის წინ მიიჩნეოდა, რომ პლასტმასი ინერტულია. და სინამდვილეში ეს პლასტმასის ბურთულები, უბრალოდ რომ შევხედოთ, წყალშიც რომ ჩავყაროთ, მხედველობაში მაქვს მაკროპლასტმასი და არა მიკროპლასტმასი. ისინი მშვიდად ტივტივებენ იქ და თითქოს არანაირად არ ურთიერთქმედებენ გარემოსთან.
მიუხედავად ამისა, როდესაც კალიბდება მიკრო და ნანოპლასტმასი, ის ადამიანის ორგანიზმში ამ სამი გზით ხვდება: ჯერ სისხლის მიმოქცევაში, ხოლო სისხლის მეშვეობით ყველა ქსოვილსა და ორგანოში, თირკმელებში, ღვიძლში, გულში, არტერიებში, ვენებში, პლაცენტასა და დედის რძეში. და ამ საშინელმა აღმოჩენამ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ასევე დიდი სკანდალი გამოიწვია. რას აკეთებს ის იქ? შემდეგ ვკითხეთ საკუთარ თავს. კარგი, გასაგებია. ის შიგნით ხვდება ორგანოებში. მაგრამ რას უშვება იგი ამ ორგანოებს? ორგანოები მას არ იცნობენ, რადგან პლასტმასი ძალიან ახალი მასალაა, ის დაახლოებით 70 წლისაა, მანამდე არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ორგანიზმი მას ისე ეპყრობა, როგორც უცხო სხეულს. ხოლო უცხო სხეულები, რომლებსაც ორგანიზმი იცნობს, მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის გარეგანი ანტიგენები, ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და ასე შემდეგ. ასე რომ ის ორგანიზმი, ანუ უჯრედი, სუსტად ისე იქცევა, თითქოს ეს უცხო სხეული იყოს ერთ-ერთი იმ აგენტთაგანი, რომელთაც ის მილიონობით წელია იცნობს. მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან პლასტმასი უხრწნადია, ის არ ჰგავს ამ აგენტებს. ასე რომ რა ხდება უჯრედის შიგნით? ჩვენ ჩავატარეთ რიგი უნიკალური კვლევებისა და აღმოვაჩინეთ, რომ პლასტმასი ხვდება ციტოპლაზმაში. მათთვის, ვისაც ბიოლოგია არ ესმის, ასე ვთქვათ, უჯრედი შედგება ბირთვისგან, სადაც დებენდემია, და პლასტმასი იქ ვერ აღწევს იმ მიზეზების გამო, რომლებიც ჯერ კიდევ არ გვესმის. ციტოპლაზმაში კი იმყოფება ორგანელები, პატარა სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ უჯრედის ფუნქციონირებასა და სიცოცხლეს. პლასტმასი ხვდება ციტოპლაზმაში, ყონდება იქ და გარსი ეკვრის, რომელიც გავს უჯრედის მემბრანის გარსს. ანუ უჯრედი ახდენს მის იზოლირებას განადგურების მიზნით და წარმოქმნის ფერმენტებისა და ნივთიერებების მთელ რიგს, რომლებსაც იგი იყენებს მიკრობების, ვირუსების, ბაქტერიებისა და ანტიგენების შემოჭრისას. თუმცა, ამ ბუნებრივი ელემენტებისგან განსხვავებით, პლასტმასის განადგურება, როგორც უკვე ვთქვით, შეუძლებელია. ამრიგად უჯრედი განიცდის ქრონიკულ სტრესს და, შესაბამისად, ავადდება. რას ნიშნავს ავადდება? ავადდება. თუმცა დაბადებული ბავშვები, რომელთა დედებსაც პლაცენტაში ან დედის რძეში პლასტმასი აღმოაჩნდათ, სრულიად ჯანმრთელები იყვნენ. ასე რომ რას ნიშნავს ავადდება? ავადდება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანუ პლასტმასს ადამიანის პლაცენტასა და დედის რძეში, თუმცა მოდით მხოლოდ პლაცენტით შემოვიფარგლოთ, აქვს არა მხოლოდ დაუყოვნებლივი შედეგები, მაგალითად, ნაადრევი მშობიარობა. რაც უფრო მეტია პლასტმასი პლაცენტაში, მით უფრო ხშირად, სამწუხაროდ, ბავშვები დღენაკლულები იბადებიან. ან ის ფაქტი, რომ ეს ბავშვები ზომით უფრო პატარები არიან, ვიდრე ისინი, ვის ორგანიზმშიც პლასტმასი ნაკლებია. მაგრამ ამას აქვს გრძელვადიანი შედეგებიც, ანუ ის ცვლის ეპიგენეტიკურ მექანიზმებს, რის შედეგადაც უჯრედული პროგრამირება იწვევს დაავადებებს, რომლებიც გამოვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანი ზრდასრული გახდება, ანუ 40 ან 50 წლის ასაკში. და ეს დაავადებები ამჟამად ანგრევს, ან უფრო ნაკლებად დრამატული სიტყვა რომ გამოვიყენოთ, ფიტავს ჩვენს სამყაროს. ეს არის ეგრეთ წოდებული არაინფექციური დაავადებები, სიმსუქნე, ჰიპერტენზია, დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი. ის, რაზეც მე ვსაუბრობ, უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია ლაბორატორიულ ცხოველებზე, ძუძუმწოვრების ჩათვლით. ანუ პლასტმასი იმის მიუხედავად, რომ კალორიებს არ შეიცავს, იწვევს წონის მომატებას, რადგან იწვევს ცვლილებებს უჯრედული ენერგეტიკული ცვლის პროცესში. ჩვენ ვნახეთ, რომ ის ახდენს ციტოპლაზმის კოლონიზებას. ჩვენ გვაქვს კვლევები ამ თემაზე, შთამბეჭდავი ფოტოებით, რომლებიც გადაღებულია სკანირებადი და ტრანსმისიული მიკროსკოპების მეშვეობით, სადაც ჩანს, როგორ ანგრევს პლასტმასი მიტოქონდრიებს, რომლებიც უჯრედის ენერგიას გამოიმუშავებენ, ან ანგრევს ენდოპლაზმურ ბადეს, რომელიც ასრულებს მრავალ სხვადასხვა ფუნქციას, რომელთაც ახლა არ ჩამოვთვლით, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან ბევრია. და ეს იწვევს, თუ ეს ხდება ბავშვში, ნაყოფში, პლაცენტაში, ამნიოტურ სითხეში და ასე შემდეგ, ხოლო შემდეგ კიდევ ძუძუთიკვების დროს ცვლილებებს, რომლებსაც ეპიგენეტიკური ეწოდება, დნმ-ის ექსპრესიაში, ამასთანავე თვითონ დნმ რჩება უცვლელი, ის არ განიცდის მოდიფიკაციას. ჩვენ ვნახეთ, რომ პლასტმასი ვერ აღწევს უჯრედის ბირთვის შიგნით, მაგრამ დნმ-ის ექსპრესია ციტოპლაზმური ორგანელების მოდიფიკაციის მეშვეობით დრამატულად იცვლება. ეს კარგი დამტკიცებულია ცხოველებზე. ანუ თაგვები, მაიმუნები, ზაზუნები და სხვა ცხოველები, რომლებიც ინფიცირებულნი არიან პლასტმასით, ავლენენ არაინფექციურ დაავადებებს, როგორებიცაა დიაბეტი, სიმსუქნე, ჰიპერტენზია და ასე შემდეგ, და აუტიზმის მსგავს ქცევასაც კი. ადამიანებში ეს ჯერ არ არის დამტკიცებული. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ მეცნიერებას დიდი დრო სჭირდება. ეს მეცნიერების პრობლემაა, მაგრამ ეს ასევე ხარისხის გარანტიაა.
ცხადია, რომ ცხოველებზე შედეგების მიღება რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს საწყალი ცხოველებისთვის, უფრო სწრაფად ხდება, რადგან შესაძლებელია ისეთი ექსპერიმენტების ჩატარება, რომელთა ჩატარებაც ადამიანზე შეუძლებელია. ამიტომ სჭირდება მეტი დრო, მეტი მოთმინება, მეტი შესაძლებლობა. მაგრამ მჯერა, რომ მალე ის, რასაც ცხოველებზე ვაკვირდებოდით, ადამიანზეც დამტკიცდება. ადამიანი არ განსხვავდება სხვა ცხოველებისგან, ის უბრალოდ ზოგიერთ ასპექტში ცოტათი უფრო რთულია და ცოტათი უფრო ბოროტიც კი. კარგით, დიდი მადლობა განმარტებისთვის. ის ძალიან ამომწურავი იყო. თუ როგორ მოქმედებს მიკრობ და ნანოპლასტმასი უჯრედებზე ეს, ფაქტობრივად უკვე ახსენით, მაგრამ მინდოდა დაზუსტება, არსებობს თუ არა ამ სფეროში მონაცემები იმის შესახებ. თუ როგორ მოქმედებს ეს მექანიზმები ემბრიონულ განვითარებაზე და რა პოტენციური შედეგები შეიძლება წარმოიშვას ასეთი ზემოქმედების შედეგად. როგორც უკვე ვთქვით, უკვე არსებობს გარკვეული კვლევები, რა თქმა უნდა, ასეთი ბევრი არ არის, მაგრამ რეცენზირებად სამეცნიერო ლიტერატურაში, ანუ ფრიად ავტორიტეტულში მაღალი იმპაქტ ფაქტორით, გამოქვეყნებულია რამდენიმე ნაშრომი, რომლებიც აჩვენებს, რომ რაც უფრო მეტია პლასტმასი პლაცენტაში, მით უფრო ხშირად იბადებიან ბავშვები დღენაკლულები. გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დღენაკლულობა არის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას. იტალიაში დაახლოებით 7%-ია, ამერიკაში, ქვეყანა, რომელსაც იტალიაზე ნაკლებად ეფექტური ჯანდაცვის სისტემა აქვს. შესაბამისად, ბავშვების 12% იბადება დღენაკლული. ამიტომ ამ რიცხვის ზრდა წარმოადგენს კაცობრიობისთვის ტრაგიკულ და მნიშვნელოვან დანახარჯებს, როგორც ბიოლოგიურს, ბუნებრივია ოჯახებისთვის, ყველასთვის, ასევე ეკონომიკურს მათთვის, ვისაც ფული აინტერესებს. ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული მტკიცებულებები იმისა, რომ პლასტმასს შეუძლია გამოიწვიოს ეს ადამიანებში. ის ბავშვებიც კი, რომლებიც უფრო პატარები იბადებიან, ანუ ინფიცირებული ბავშვები. მე ვიყენებ ტერმინს ინფიცირებული, რადგან პლასტმასი მავნებელია. ეს ძირითადად ბავშვებს ეხება. ერთ-ერთ სამეცნიერო სტატიაში, რომელმაც დიდი გამოხმაურება პოვა და ფართოდ ციტირდებოდა, ჩვენ მათ უწოდეთ cyborg baby, ანუ ბავშვები კიბორგები, რადგან ისინი შედგებიან როგორც ორგანული, ასევე არაორგანული მასალებისგან, როგორიცაა პლასტმასი. ეს ბავშვები ზომით უფრო პატარები არიან, მათ, როგორც წესი, უფრო პატარა ტვინი აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ ბავშვებს, და მხოლოდ ცოტა მათგანთან აღინიშნება პლასტმასის ნაკლები დაგროვება, რადგან ის ყოველგან მყოფია. ამ გაგებით მნიშვნელოვანია დედების ჩვევები. ისინი მნიშვნელოვანია არა იმის გამო, რომ ცალკეული ადამიანების ჩვევებს შეუძლია პლასტმასის პრობლემის გადაჭრა. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. და მაინც, თქვენი შვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ სვამთ წყალს პლასტმასის ბოთლიდან, არ სვამთ გაზიან სასმელებს პლასტმასის ბოთლიდან, არ ყიდულობთ პლასტმასის შეფუთვაში შეფუთულ პროდუქტებს, არ უკვეთავთ საჭმელს სახლში, ან აკეთებთ ამას ძალიან იშვიათად. მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია, რადგან საჭმელი, რომელიც სახლში მოაქვთ, სხვადასხვა მიზეზების გამო შეიცავს ბევრად მეტ პლასტმასს, ვიდრე სხვა საჭმელი. და არ იყენებთ პლასტმასის პაკეტებს, ხოლო თუ იყენებთ, მხოლოდ ისეთებს, რომელთა გამოყენებაც ასობით და ასობით ჯერ შეიძლება, თუმცა ჯობს ტილოს ჩანთების გამოყენება. თქვენ არ ყიდულობთ ტანსაცმელს სინთეტიკური ქსოვილებისგან. მესმის, რომ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. მსოფლიოში ყველას არ შეუძლია მატყლის, ბამბის ან აბრეშუმის ყიდვა. ეს სერიოზული პრობლემაა. მოკლედ, თქვენ არ იყენებთ ერთჯერად პლასტმასს, პლასტმასის ჭიქებს, პლასტმასის ჩანგლებს, პლასტმასის დანებს. თქვენ არც კი იყენებთ ამ ტყუილებს, როგორიცაა ბიოდეგრადირებადი მასალები, ხომ ასეა? რადგან ბიოდეგრადირებადი მასალები, როგორც დასახელებიდან ირკვევა, იშლება მხოლოდ მაშინ, თუ მოთავსებულია გარემოში, რომელიც ხელს უწყობს მათ დაშლას. მაგრამ თუ მათ ჩვეულებრივ სანაგვეში გადავაგდებთ, ისინი ზუსტად ისევე იქცევიან, როგორც დანარჩენი პლასტმასი. ასე რომ ეს არის ტყუილი ერთჯერადი ნაწარმის პრობლემისთვის გვერდის ავლის მიზნით. ამრიგად, თქვენს ჩვევებს, როგორც ორსული ქალისას, გარკვეულწილად შეუძლია გავლენა იქონიოს პლასტმასის რაოდენობაზე, რომელიც გადაეცემა მომავალ ბავშვს. რა თქმა უნდა, გავიმეორებ, ცალკეული ადამიანების ჩვევები, თუმცა შეიძლება კარგი მაგალითი იყოს ყველასთვის, ვერ გადაჭრის პლასტმასის პრობლემას, რომელიც ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემაა. მე ვთქვი ეკონომიკური და პოლიტიკური, ამ თანმიმდევრობით, რადგან დღეს ეკონომიკა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკა, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს და სრულად ექვემდებარება ეკონომიკას. უბრალოდ დაფიქრდით. შესაძლოა ეს იცით კიდეც, რადგან ამ თემით ხართ დაკავებული, მაგრამ 60%. პლასტმასი ნავთობის პროდუქტია.
მსოფლიოში წარმოებული მთელი პლასტმასის 60%-ს 24 კომპანიაზე ნაკლებია წარმოებს. ამრიგად, მსოფლიოში ხდება შემდეგი: რამდენიმე კომპანია, ძირითადად ჩინური და ამერიკული, მილიარდებს შეულობს. მე არაფერი მაქვს მოგების საწინააღმდეგო, ეს შესანიშნავია, მაგრამ როდესაც ეს მთელი კაცობრიობის ხარჯზე ხდება, ეს არ არის კარგი. არსებობს თუ არა გამოსავალი? დიახ, მაგრამ გამოსავალი ამ მომენტში არ არის სამედიცინო ან ბიოლოგიური, არამედ პოლიტიკურია, კერძოდ პლასტმასის წარმოების შემცირება, რაც, თუმცა ეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება. ავიღოთ, მაგალითად ის, რაც კოვიდის დროს მოხდა. რადგან მაშინ გადაადგილება შეზღუდული გქონდა, ხომ ძირითადად ნავთობი ტრანსპორტისთვის გამოიყენება, ხოლო მისი მოძრაობა ძალიან შემცირდა. წარმოებლები გადაერთნენ პირველადი პლასტმასის წარმოებაზე, რომლის წარმოებაც მკვეთრად გაიზარდა და კიდევ უფრო მეტი იშოვნეს. ასე რომ, ვთქვათ, ამჟამად სამყარო არასწორი მიმართულებით მოძრაობს. რაც შეეხება პლასტმასს, ჩემისთან ხანდაზმული ადამიანისთვის მას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იმედია, კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ 20 წელზე მეტი იყოს. აი, თქვენი თაობის ადამიანებისთვის კი ეს უზარმაზარი პრობლემაა. და ეს ცოტათი მაბრაზებს. როდესაც უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი და ამ თემებზე ვსაუბრობდი, ჩემი სტუდენტები მეუბნებოდნენ: დიახ, კარგი, პროფესორო, მაგრამ ასეთი სამყარო თქვენ დაგვიტოვეთ. და მე არ შემეძლო არ მეღიარებინა, რომ დიახ, ეს მართალია. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს პრობლემა ახლა თქვენია და ამიტომ, გსურთ ეს თუ არა, უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და იბრძოლოთ პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, რაც ნიშნავს იმ პოლიტიკოსების არჩევას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ თემით. არა იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ფიქრობენ იმ საწყალათას ჩამოსულ ემიგრანტზე, როგორ გააგზავნონ ისინი უკან და ამით მორჩა, არამედ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც საუბრობენ ყველაზე მნიშვნელოვან სასიცოცხლო რაღაცებზე, რომლებიც არც ისე ბევრია და ერთი ხელის თითებზე შეიძლება მათი ჩამოთვლა. ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი თემაა გარემო, რომელშიც ვცხოვრობ, ხოლო პლასტმასი მისი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. პლასტმასის განადგურება, იგნორირება ან აღმოფხვრა არ არის საჭირო. უბრალოდ საჭიროა მინიმუმამდე დავიყვანოთ ერთჯერადი გამოყენება და ის გადაჭარბებული, აბსურდული გზა, რომლითაც მას ახლა იყენებენ. მინდოდა გკითხოთ, როგორც სპეციალისტს, რომელმაც ამ პრობლემას მრავალი წელი მიუძღვნა და რომელსაც უჯრედულ დონეზე ზემოქმედების მექანიზმები, შესაძლოა, ბევრად უკეთ ესმის, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც ამ პრობლემაში ჩახედული არ არის. სხვათა შორის მეც მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ვცდილობთ თქვენნაირ ექსპერტებთან დაკავშირებას, რათა საზოგადოებრივ ცნობიერებამდე მივიტანოთ ის პრობლემა, რომელსაც ამ ნივთიერებების, ამ მავნებლების არსებობა ქმნის, როგორც თქვენ აღნიშნეთ. საერთო ჯამში გვინდოდა გკითხოთ. მართალი რომ გითხრათ, ცოტათი შეგვაშინა ამ სიტუაციამ, რადგან ის აღვიქვით, როგორც ამ ახალი მავნებლის თავისებური ეპიდემია, პანდემია. გაქვთ ამ კუთხით მომავლის იმედი? თუ თქვენ შეძრწუნებული და შეშინებული ხართ, როგორ უყურებთ ამ პრობლემის არსებობას? მიგაჩნიათ, რომ ამას შეუძლია სერიოზული გავლენა იქონიოს კაცობრიობის მომავალზე, თუ როგორ ხედავთ ამას? ერთხელ ინტერვიუ ჩამოართვეს ვუდი ალენს, რომელიც ძალიან მიყვარს და ჟურნალისტმა გარკვეულ მომენტში ჰკითხა: პესიმისტი ხართ? მან კი უპასუხა: არა, მე ოპტიმისტი ვარ, რომელსაც ბევრი რამ უნახავს. აი, ეს განმარტება ძალიან მომწონს. მეც ოპტიმისტი ვარ, რომელსაც ბევრი რამ უნახავს. მე დავწერე სამეცნიერო სტატიას სახელწოდებით ადამიანის აზროვნების არათანმიმდევრულობა. თვითონ სათაურიც კი ადამიანის აზროვნების არათანმიმდევრულობა. მასში მე კარგად ავხსენი მიზეზები. ახლა დეტალებში აღარ ჩავღრმავდები, თორემ ნახევარი საათი შეგაწყენთ თავს. მაგრამ ნაშრომი დაწერილია გასაგებიანით სამეცნიერო ლიტერატურაში, ასე რომ მისი მშვიდად საკითხვა შესაძლებელია და იქ კარგად ხსნი, თუ რაში მდგომარეობს იმის მიზეზები, რასაც ახლა სამყაროს ვუკეთებთ. არსებობს მიზეზები, რომლებიც დამახასიათებელია ჩვენი ინტელექტისთვის, ანუ რეალობის ანალიზის ჩვენი უნარისა და სამყაროსთან შემოქმედის სახით ურთიერთქმედების ჩვენი გზისთვის. ანუ ჩვენ ისეთებივე ვართ, როგორც ყველა სხვა ცოცხალი არსება. ერთადერთი ყველა სხვა ცოცხალი არსება გამონაკლისის გარეშე იკავებს გარკვეულ ნიშას, ან თუ გნებავთ, განეცს და იქ ეგუება მეტ-ნაკლებად იდეალურად. ადამიანები თაგვებთან ერთად, თუმცა თაგვები ასე იმიტომ იქცევიან, რომ ჩვენ მოგყვებიან. ადამიანები ახდენენ მთელი სამყაროს კოლონიზებას, არქტიკიდან ანტარქტიდამდე, მორჩა, ისინი ყველგან მიდიან. როგორც უკვე ვთქვით, ისინი მიგრირებენ. და ისინი კი არ ეგუებიან სამყაროს, არამედ ახდენენ მის მოდიფიცირებას, ცვლიან მას.
ეს ანთროპოლოგიური კონცეფცია ხსნის ადამიანის მრავალ საქციელს, მათ შორის იმ საშინელ ფაქტსაც, რომ ამჟამად ჩვენ ბუნებაზე არაჩვეულებრივი ძალით ვბატონობთ. ჩვენ გავიარეთ გზა არსებებიდან, რომლებსაც ეშინოდათ იმის, რაც სამყაროში ხდებოდა, გაიხსენეთ შიშველი მამაკაცი ან ქალი, ბორნეოს ტყეებში ყოველგვარი განათლების გარეშე, რომელთაც ეშინოდათ ელვის, ქუხილის, გარეული ცხოველების და ასე შემდეგ. დაფიქრდით ამ საშინელი და დამაშინებელი ბუნების წინაშე არსებულ შიშზე. რამდენიმე საუკუნეში ჩვენ აქედან იმ დონემდე მივედით, რომ ჩვენ თვითონ გავხდით ბუნებისთვის საფრთხე, ისინი, ვისაც მისი სრულად განადგურება შეუძლია. ამაში კარგიც არის რაღაც არ არის ასე. რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვისწავლეთ და შესანიშნავად გავიაზრეთ ზოგიერთი მექანიზმი, ანუ დავნერგეთ ტექნოლოგია. ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი ჰაიდეგერი, არა მაინც და მაინც სასიამოვნო ადამიანი, მაგრამ, უდავოდ, ძალიან ჭკვიანი, რადგან შეგიძლია იყო ჭკვიანი და ამავდროულად ნაძირალა, ინტელექტი არ არის სიკეთის ან ღირსების გარანტია, აი, ეს ძალიან ჭკვიანი ადამიანი. ჰაიდეგერი სამართლიანად ამბობდა, რომ ტექნოლოგია ფლობს ადამიანს და არა ადამიანი ფლობს ტექნოლოგიას. როდესაც სამყაროში ტექნოლოგიას ვნერგავთ, იქნება ეს ატომური ბომბი, ულტრაბგერითი სკანერი, კომპიუტერული ტომოგრაფია თუ პლასტიკური ქირურგია და შემდეგ ის იქ რჩება, ის დომინირებს თქვენზე და არა თქვენ მასზე. მაგრამ ჩვენ გვაქვს ტვინი, რომელსაც პლანეტის რადიკალურად შეცვლა შეუძლია. როგორც უკვე ვთქვი, სიამოვნებით დაუბრუნდებოდი უკან, მაგრამ ეს შეუძლებელია. თუ თქვენ შეძლებთ საკუთარი თავის შეცვლას, ანუ როგორც ინგლისურად ამბობენ, პირდაპირ მნიშვნელობით საკუთარი ტვინის შეცვლას, ხომ კულტურა მოქმედებს ტვინზე, თუ თქვენ შეძლებთ, თუ თქვენი თაობა შეძლებს ტექნოლოგიების სამყაროსადმი მიდგომის შეცვლას, იმ ტექნოლოგიების, რომლებიც ამჟამად სირთულეებს გვიქმნიან, ისინი დაგვეხმარებიან გამოსავლის პოვნაში. ამაში დარწმუნებული ვარ. თქვენზეა დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა ტექნოლოგიის სწორად გამოყენებას. ზუსტად. საბოლოო ჯამში საქმე ყოველთვის იმას ეხება, თუ რა განზრახვა დგას ამის უკან, ასე არ არის. აზრად მომდის, რომ სანამ მთავარ მიზნად მაქსიმალური მოგება რჩება, ამ განტოლებაში არასდროს იქნება ადგილი იმისთვის, რაც, ფაქტობრივად, გარემოს ჯანმრთელობაა. ეს განიხილება პრიზმაში, რომელიც სამწუხაროდ პრაქტიკულად არ ითვალისწინებს ამ ცვლადებს. საჭიროა თავისებური ბარიერის შექმნა. მაგრამ, როგორც მართებულად აღნიშნეთ, საქმე იმდენად ინტელექტს ან გონებრივ შესაძლებლობებს კი არ ეხება და არც იმას, რომ ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ, რამდენადაც თვითონ განზრახვას, თითქმის ფუნდამენტურ ღირებულებას, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ვთქვათ, მოდით, შევინარჩუნოთ ეს. ჰაიდეგერს რომ დაუბრუნდეთ, ის ამბობს, თანამედროვე ადამიანი სამყაროს აღარ უყურებს გაოცებით. ჩვენ სამყაროს გაოცებით უნდა ვუყურებდეთ, როგორც არისტოტელეს ან პლატონის მიმდევრები ამბობდნენ. ადამიანი მას უყურებს, როგორც ექსპლუატაციის ობიექტს. ანუ, როდესაც ტყეს ვუყურებ, ვხედავ მხოლოდ მერქანს, რომლის მოჭრაც შეიძლება და რომელზეც ფულის შევნაა შესაძლებელი. როდესაც მდინარეს ვუყურებ, ვხედავ, რომ შემიძლია მასზე კაშხალი გავაკეთო, რომელიც, როგორც ამბობენ, ნებისმიერ ადგილს აბინძურებს ჰიდროელექტროენერგიის გამოსამუშავებლად და ასე შემდეგ. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ალტერნატიული ენერგიაა, მე ამის მომხრე არ ვარ, რადგან ის ანგრევს გარემოს. ასეა თუ ისე მე სამყაროს ექსპლუატაციის თვალსაზრისით ვუყურებ. აი, ეს არის შეცვლას, რომ საჭიროებს. სამყაროს გაოცებით უნდა ვუყუროთ. თუ შეძლებთ სამყაროს გაოცებით უყუროთ, სამყარო შეიცვლება, რადგან სამყაროს შეცვლა შეუძლია. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ეს შესაძლებელია. ჩვენ თვითონ უნდა შევიცვალოთ. როგორც მჯდომარე ხარმა თქვა, როდესაც უკანასკნელ ხეს მოუჭრით და უკანასკნელ მდინარეს დავაშრობთ, მაშინ მივხვდებით, რომ ფულის ჭამა შეუძლებელია. იმედია, ამას უფრო ადრე მივხვდებით. მართალია. კარგი, დიდი მადლობა. ასე რომ შევაჯამოთ. პროფესორო რაგუზა, ძალიან მადლიერი ვართ თქვენი, რომ იყავით ჩვენთან ერთად, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, თქვენი ხედვა და უპირველეს ყოვლისა ხაზი გაუსვით ამ, ასე ვთქვათ, უხილავი პრობლემის აქტუალობას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება. და ის, რაც დღეს გახდა ცნობილი, არ უნდა გვტოვებდეს გულგრილს. როგორც უკვე აღნიშნეთ, მიკრო და ნანოპლასტმასი უკვე აღარ არის უბრალოდ ეკოლოგიური პრობლემა. მან შეაღწია ჩვენს სხეულებში, ჩვენს სახლებში, ჩვენს ბიოლოგიურ სისტემებში სიღრმისეულად, როგორც თქვენ თქვით, უჯრედებშიც და ასე შემდეგ. ამგვარად ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ადამიანის ჯანმრთელობის მომავალს, სულ მცირე, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პერსპექტივიდან გამომდინარე. ასე რომ თქვენი სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ გულგრილნი ან პასიურნი, რომ საჭიროა კვლევები, ინფორმირებულობა, პოლიტიკური მუშაობა, დიახ, და ეს ყველაფერი. მოკლედ, საჭიროა ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანების დაწყება.
ასე რომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ყველას გიწევთ გააზიაროთ ეს ინტერვიუ. თუ ისიამოვნეთ პროფესორ რაგუზას მოსმენით, რომელმაც გაგვახარა თავისი გამოცდილებითა და ცოდნით. გააზიარეთ ეს, მოიძიეთ მეტი ინფორმაცია და უამბეთ სხვებს. ხოლო თუ გსურთ მეტი გაიგოთ, ეწვიეთ ჩვენს YouTube არხს და უყურეთ დოკუმენტურ ფილმს ამ თემაზე, რომელიც ჩვენმა გუნდმა გადაიღო. კიდევ ერთხელ მადლობა, პროფესორ რაგუზა და მადლობა ყველას, რომ იყავით ჩვენთან ერთად. გმადლობთ, დიდი მადლობა. მადლობა ყველას. მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. Grazie a tutti voi, grazie. ნახვამდის. Arrivederci, arrivederci.